de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულა ცენტერში თქვენ უყურებთ 251 ეპიზოდს გადაცემის საკვირაში ერთხელ მიშამ შულდაძესთან. დავიწყებ ისეთი ამბებით 5 წლის წინ სოფლიოს მთავარი მოვლენები რომ იქნებოდა. მაგრამ დღეს უკვე არავის უკვირს და მხოლოდ იმიტომ ჩავსვამ რომ გადაცემის ქრონომეტრაჟი გავზარდო. პატარა რო არ გამოვიდეს, სწორედ ამიტომ მოყვები. თორემ ვიცი რომ არ გაგიკვირდებათ. უკრაინამ რუსეთის ქალაქ ტაგანროგში პორტის ნავთობტერმინალი დაბომბა. რა ვიცით ამ ნავთობტერმინალზე ახლა? რა და მისი ძირითადი ფუნქცია იყო ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვა და საზღვაო გემებზე ჩატვირთვა. დღეიდან ვეღარც გადმოტვირთვისთვის გამოდგება, ვეღარც გემებზე ჩასატვირთვა. ეს ჩემი აზრია. იმხელა კვამლი აზრიოდა წესით რავი ვერც ერთი ვერ უნდა შეძლოს, თორე შეიძლება მარტო გადმოტვირთვა შეძლოს. არ ვიცი, ან მარტო ჩატვირთვა. თუმცა აქ კიდევ ერთი პრობლემაა საზღვაო გემები. ვერც ისინი არიან მთლად მწყობრში. უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა. დღე არ გავა რომ რუსული ტანკერი ან არა აფეთქონ, ან არ დააკავონ. სტატისტიკის მოყვარულებს გეტყვით რომ ახალი ტანკერის აშენებას დაახლოებით 3 წელიწადი ჭირდება. ვინმე რო არ იფიქროთ რომ ჟეშტია მაგის და ახალს. ასევე უკრაინული დრონების მსხვერპლი გახდა როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვის ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა, რომელიც სპეციალიზებული იყო ოპტიკურ ელექტრონული რადიოლოკაციური მაღალი სიზუსტის სისტემების გამოშვებაზე და რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის სტრუქტურაში შედის. უпросто შედიოდა. ახლა აღარ შედის. საუკუნის განცხადება გააკეთა როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლუსარმა. იურის თქმით, არაერთი დრონი განადგურდა. იშ, ხო გაანადგურეს დრონები. იური, დარაგოი. დრონი მაგისთვისაა, ბიჭო. დრონი მაგისთვისაა, რომ განადგურდეს. და სამიზნესთან წაიყოლოს. რავი, დრონი თუ არ განადგურდა, ესე იგი საქმე ვერ გააკეთა. აბაშენცი იური დაამწკრივეს სამხედრო ტექნიკა, საწვავის რეზერვუარები და ანადგურე დრონები. განვაგრძოთ ქრონომეტრაჟის გასაბერი ამბები. სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა კვლავ წარმატებით განხორციელდა. ჩემი გადაცემის ერთგული მაყურებელი ადვილად მიხვდებოდა რომ ამ წინადადებაში მთავარი სიტყვა იყო კვლავ. უკრაინულ დრონებს ძალიან აქვს დამუღამებული ამ ნავთობტერმინალის კოორდინატები. თურმე გამიზვნას აღაჭირია, ეტყვი და მიფრინდა. იცით რა არის ამ ყველაფერზე რუსეთის პასუხი? რუსულ მედიას აეკრძალა დაბომბების გაშუქება. მედიით გაშუქება კი აიკრძალა, მაგრამ ხალხი მაინც იგებს ყველაფერს, იგებს რა, ხედავს. ამბავი შეიძლება დამალო, მაგრამ გიზგიზ ვერ დამალა. რუსებს ასევე აეკრძალა დაბომბილი ნაგებობების ტელეფონებით გადაღება. მაგრამ ამ აკრძალვის იმპლემენტაცია შეუძლებელია. რუსები მაინც იღებენ ამ გიზგიზ და იძახიან. უწყვეტად. თავიდან როცა რუსული ობიექტის დაბომბა ახალი ხილი იყო, არ მიკვირდა რუსების გაოცებული ვიდეოები. მეგონა რომ 1000 შემთხვევა აღარ გაუკვირდებოდათ, მაგრამ 1000 გიზგიზიც ზუსტად ისევე როგორც პირველი. სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრე ბეგლოვმა დრონები თავდასხმა დაადასტურა და მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. პანდემიის შემდეგ ეს მოწოდება აღარც მახსოვდა.
დარჩით სახში კი ბატონო. უკრაინული თავდასხმის გამო მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს. კრასნოდარის ოლქში ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ალბათ უკვე იცით, რომ ხანძარი თავისით არ ჩნდება, ხო? რაღაც მიზეზი ყველა ხანძარს აქვს, ხო და ამ ქარხნის ხანძრის მიზეზიც უკრაინული დრონები გახდა. კაი, მოდი გავაგრძელოთ, კარგად წაიღო ამ თემამ. რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის. უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლის საწვავის რამდენიმე რეზერვუარს უკიდია. არ ინერვიულოთ ხანძარზე, დაიწვება და ჩაქრება. რავი, ეგრე იცის ცეცხლმა თუ დასაწვავი არაფერი დარჩება, ქრება. თვითონ მიხაილოვსკის ასეთი ისტორია აქვს. ლეგენდის თანახმად, ერთ კაცს ყავდა შვილები, მიხეილი, ნადეჟდა და პელაგია. და მამას 3 სოფელი გაუშენებია და შვილების სახელები დაურქმევია: მიხაილოვსკი, ნადეჟდინსკი და პელიაგინსკი. და ეს მიხაილოვსკი ყველაზე მეტად მოიხოდა. აგერ ნავთობბაზას ქონიათ თავისი და ეს ნავთობბაზა გუშინ დაიწვა. ნადეჟდინსკი და პელიაგინსკი ჯერ ხოშიარდარია. რა მე რა მიხარია, რა ლამაზია, თქვენ რა არ გიხარიათ, ეგ მითხარით, რუსეთის მე ყოველთვის მიხარია. შეიძლება ისე მორჩეს ეს ომი, რომ რუსეთმა ის მეორე ნამდვილი ჯარის და შეიარაღების გამოყვანა ვერ მოასწორონ. ხო გახსოვთ რუსეთუმეები ამტკიცებენ, რომ რუსეთ ჯერ ნამდვილი ჯარი არ გამოუყვანია. ხო შეიძლება ვეღარ მოასწრო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ომის მეხუთე წელს პირველად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დაავადებების, ჭრილობების და სხვა დაზიანების მქონე სამხედროების ფრონტზე დაბრუნება სავალდებულო სამედიცინო შემოწმების გარეშე იქნება შესაძლებელი. ანუ ეს გაიაზრეთ? ანუ შეეძლებათ შემოწმების გარეშე გაუშვან უკან. დაჭრილი ხარ, ავად ხარ, სად გამოწმე ხარ? ნაუი უკან. ჩვენი მოგონილი რუსობები ნელ-ნელა მართლდება და ცოტა ხანში დაჭრილებს ომიდან ჩამოსვლას მართლა აუკრძალავენ. მე რა მეკვირს იცით? კანონის მიღება რა საჭიროა? რუსები რა უკანონოდ ვერ შვებით? ადგიდა. წინა ეპიზოდში ქონდა რუბრიკა ჩვენი მოგონილი რუსობები. გადავწყვიტეთ დღესაც ქონდეს, იმიტომ რომ ყოველ დღე ისეთი სიგიჟე ამბები მოდის რუსეთიდან. გამოწვევად ვიღებთ და გვინდა ჩვენ უფრო მაგრები მოვიფიქროთ. მოკლედ, რუბრიკა ჩვენი მოგონილი რუსობები. რუს რეპერს ავტოგრაფების დარიგებისას ომში წასასვლელ კონტრაქტზე მოაწერინეს ხელი. ფსკოვში მცხოვრებ ანტონ ფილიმონოვს მე-18 დაბადების დღეზე 12 საათს გადასცდა თუ არა კომისარიატიდან მიაკითხეს სამედიცინო შემოწმება წაიყვანეს. რუსმა ბოზებმა ტარიფი გააძვირეს და 1 საათი 12 ლიტრი სუპერი გახდა. ვინც იმიტომ იყო დაპატიმრებული, რომ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ომს ეძახდა, გამოუშვეს და ომში გაუშვეს. დააკავეს რუსი გენერალი, რომელიც ჯარისკაცებს ფულს ართმევდა, დრონებს გიყიდითო და არ ყიდულობდა. ბენზინის რიგებში საღამოობით რუსული ესტრადის ვარსკვლავები იმღერებენ. კრასნოდარის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორმა ფინანსური დარღვევების დასაფარად ქარხნის კოორდინატები უკრაინელ მედრონეებს გადასცა. რუსეთში ნარკორეიდის დროს ახალგაზრდებს სამხედრო კონტრაქტის ხელმოწერას აიძულებდნენ. ომში წაყვანის შიშით ანდრეი არშავინი მოედანს უბრუნდება. რუსეთში ყოველი მეათე სკოლა სამხედრო პროფილის იქნება. ეხლა რა ხდება მეგობრებო? აი ამ 10 ხუმრობიდან რაც წაიკითხეთ, 4 არის სიმართლე. ანუ მართლა მოხდა. კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრით, რომელი 4-ია ნამდვილი და 6 ჩვენი მოგონილი. პირველი სწორი პასუხის ავტორს მივანიჭებთ მაგისტრის წოდებას რუსობების საკითხებში. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. კოკა-კოლა მოვსვათ. დღეს ინგლისის თემატიკის კოკა-კოლა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პრო-სკანდინავიური გადაცემა ვართ,
ინგლისი ძალიან გვიყვარს და იმედია ჟიურის გადაწყვეტილებით ნორვეგიაც გადავა ნახევარფინალში და ინგლისიც. ბრაზილიაზე გახსოვთ, რა გითხარით? ნახოთ ვიდეო. გაერომ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ადამიანებს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს. სახელმწიფოები იყოფიან 3 კატეგორიად. ვინც ხარს უჭერს ამ რეზოლუციას, ვინც ეწინააღმდეგება და ვინც გაყურსულია. გაყურსულებში ერთადერთი გული მწყდება ბრაზილიაზე. საქართველოში ბრაზილიას ბევრი გულშემატკივარი ყავს და რავი, ახლა ვერ მოგიწოდებთ არ გულშემატკივაროთ მეთქი, მაგრამ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სანამ ბრაზილია მხარს არ დაგვიჭერს, მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდება. გული არ გაიტეხოთ ბრაზილიელებმა. თქვენ ახლა 4 წელი გაქვთ, რომ თქვენს პოზიციებს გადახედოთ და საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთ, ირან, ჩინეთის ბანაკში არ იყოთ. სანამ ცხინვალის და აფხაზეთის საკითხში საქართველოს მხარს არ დაუჭერთ, მსოფლიო ჩემპიონობა დაივიწყეთ. მანამდე კვირაში ერთხელის წყევლა არ მოიხსნება. დღევანდელი ეპიზოდის ჩასაანალიზებელი თემა ნატოს 36 სამიტი. თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ნატოს 36 სამიტი გაიმართა. დიდი ამბებია, ჩვენ შეგვეხება და ამიტომ ჩავაანალიზოთ. ალბათ ბევრს გაგიკვირდათ, რომ ეს სამიტი 36-ია. როგორ კაცო ორგანიზაცია 77 წლის წინ დაარსდა და 36-ზე მეტი სამიტი არ ქონიათ? არა. არ ქონიათ. დასავლეთი ნელა მოქმედებსო რომ ვიძახით, თქვენ ადრე უნდა გენახათ. ეხლა რა უჭირთ? ეხლა არიან ცეცხლები. 1959 წლიდან 1990 წლამდე 10 სამიტი ჩაატარეს და 90-დან დღემდე 26. ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირი რო აზანზარებდა მსოფლიოს 50 წელიწადში 10 ჯერ შეიკრიბნენ და მაინც დაამარცხეს საბჭოთა კავშირი. გაიგე, ტიპებს ბიჭო იოგას 1 კლასი არ გაუცდენიათ, ისე ეს საბჭოთა კავშირის პატრონ გამჩენი. და ეხლა ყოველ წელს იკრიბებიან და პუტინს რისი იმედი აქვს მე არ ვიცი. ერთადერთი შანსი რუსეთი ამ სიტუაციიდან რომ გამოძვრეს. რავი, ჩემი აზრით ციმბირში პირდაპირ ბენზინმა უნდა ამოხეთქოს. არანაირი გადამუშავება რო არ დაჭირდეს. ერთ ადგილას რეგულარმა უნდა ამოხეთქოს. იქოს პრემიუმმა, სუპერმა და ერთგან დიზელმა. რა მოხდა ახლა ანკარას სამიტზე? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტები ამ სამიტისგან ბევრს არაფერს ელოდნენ და ძალიანაც შეცდნენ. ქართულ ექსპერტებზე არ მაქვს საუბარი, მართლა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შარშან ჰააგის სამიტზე ნატომ ისეთები დაატრიალა, წელს რაღა უნდა მოეფიქრებინათო სასწაულიო. მოკლედ გეტყვით, ნატომ გამოაცხადა 50 მილიარდი სამხედრო შესყიდვების შესახებ. 129 მილიარდი ინვესტიცია სამხედრო წარმოების კიდევ უფრო გაფართოებაზე. 70 მილიარდის დახმარება უკრაინას წელს და ერთიამდენი გაისად. ძალიან მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ნატოს მეხუთე მუხლი ისევ ძალაშია. ერთზე თავდასხმა ისევ ნიშნავს ყველაზე თავდასხმას და ვინმეს ხელი არ წაუწდეს გლახად. მე არ თქვა, არ გაგიფრთხილებივად. ყველა ექსპერტი, მართლა ექსპერტი აღნიშნავს, რომ ნატოს სამიტმა ბრწყინვალე ჩაიარა უკრაინისთვის სიტყვითაც და საქმითაც. ძალიან კარგად ჩაიარა შეხვედრა ზელენსკისა და ტრამპს შორისაც. ტრამპმა ზელენსკის კითხა, რომ მოსკოვში თუ ჩახვალო შესახვედრათო და იმა უპასუხა, რომ რთული იქნება, ეხა იქ საშიშია უკრაინული დრონები დაფრთხო. რა უცნაურია ცხოვრება გუშინ, მე და ზელენსკი კავენს თამაშობდით ერთად და მე ისე ვხურობ, ის კიდე მოსკოვს ბომბავს. სახში მეუბნებია ხოლმე, ნახე შენ მეგობრები მოსკოვს ბომბავს. ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით რადიკალურად შეიცვალა. ტრამპის ადმინისტრაცია აღარ იძახის, რომ ზელენსკის არაა კარტები, ზელენსკი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება და მსგავს ქოცობებს. პირიქით, ამერიკა და უკრაინა ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან, ერთობლივად აწარმოონ დრონები და პატრიოტის რაკეტები.
ეს ნიშნავს ტექნოლოგიის გაზიარებას, დოკუმენტაციის გადაცემას, ხეზე ასვლის სწავლებას. ადრე ფულის მიცემის წინააღმდეგი იყო და ეხლა მზადაა ფულის საბეჭდი მანქანა მისცეს. ანუ ტრამპი. პატრიოტის რაკეტები ძალიან დეფიციტური და ძვირია, იმდენად დეფიციტური და ძვირი, რომ რუსული რაკეტა აი პირდაპირ შენსკენ თუ არ მოდის, აი ცოტა გვერდით თუ მოდის, პატრიოტს არ ესურია. გაიგე? გაიწევი. და ერთობლივი წარმოების შემთხვევაში პატრიოტის რაკეტები თან გაიაფდება და დეფიციტურიც აღარ იქნება და კიდევ უფრო დაცული გახდება უკრაინის ცა. ტრამპს წაუდგინეს მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2017 წლიდან დღემდე ევროპელმა მოკავშირეებმა სამხედრო ხარჯები 1 ტრილიონ 200 მილიარდი დოლარით გაზარდეს. 1 ტრილიონ 200 მილიარდი დოლარით. მოგეხსენებათ, ანუ ამით თან გაზარდეს. ეს არის მატება. მოგეხსენებათ, ტრამპი სამართლიანად უტყდა ევროპას, რომ მარტო ამერიკა რო ხარჯავს ფულსო რა პონტიაო, თქვენს დახარჯეთო, ხო და ევროპელებმა უკვე 1 ტრილიონ 200 მილიარდით გაზარდეს ბიუჯეტი და კიდე გაზრდიან. პარალელურად გერმანია ამერიკისგან ტომაჰავკებს შეიძენს. ეს არის ფრთოსანი რაკეტა, რომლის უახლესი მოდიფიკაცია 2500 კილომეტრზე მიფრინავს. ტომაჰავკით შეგიძლია თბილისიდან მოსკოვს დაარტყა და უფროსი წაგეჩხუბება, რომ 1900 კილომეტრზე ტომაჰავკი რატო გახარჯეო, რამე სხვა გაგეშვა. გაიგე? შეგახსენებთ საერთაშორისო კოსმოსური სადგური ჩვენგან 400 კილომეტრშია. მართალია ტომაჰავკი კოსმოსში არ ადის, მაგრამ მაინც მანძილები რო წარმოვიდგინოთ. ისე ეხლა დავფიქრდი, რომ ჩვენთვის კოსმოსი უფრო ახლოა ვიდრე მოსკოვი. რუსეთების თავარი არგუმენტი ხო ეგაა, რომ რუსეთი აგერა. არის კოსმოსი და მოსკოვი არის იქა. გაიგე? მოკლედ, რომ შევაჯამოთ ნატოს სამიტი. დასავლეთი მოფხიზლებულია, ფული აქვთ, პოლიტიკური ნება აქვთ, ფულს ხარჯავენ, ბოროტების ღერძისთვის არაფრის დათმობას არ აპირებენ. სხვა რა გვინდა, რა მოთხოვოთ, მითხარით, გადავცეთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ომი უკვე მოგებული აქვს უკრაინას, წინ კიდევ ბევრი მძიმე დღე იქნება, რუსეთი კიდევ ბევრ უდანაშაულო სიცოცხლეს შეიწირავს, მაგრამ უკრაინას სხვა გზა არ აქვს. სამშობლოს ვერავის დაუთმობენ. თუ დაუთმობენ, კიდევ უფრო მეტ უდანაშაულო ადამიანს მოკლავს რუსეთი. ახლა მთავარი შეკითხვა. ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ ალბათ შეამჩნიეთ, რომ ქოცებმა ძალიან მოუკლეს ანტიუკრაინულ პროპაგანდას. ზელენსკის აღარ ლანძღავენ. უკრაინის მარცხი რატო იქნება ჩვენი მარცხი? ეგეთებს აღარ იძახიან. ძალიან კარგი, ანუ ქოცების ზეცნობით საერთაშორისო ნიუსებს, ხო? და მხოლოდ იმედს არ უყურებთ. არ გჭირდებათ, მაგრამ ერთი რჩევა ქოცებს. თქვენ ახლა შეგიძლიათ ბევრი ფული გააკეთოთ რუსეთში ბენზინის რეექსპორტით. სხვადასხვა ქვეყნიდან შემოიტანეთ ნავთობპროდუქტები, რუსეთში გაყიდეთ ძვირად. ისტორიის ნებისმიერ მომენტში საქართველოს და რუსეთში ნავთობის გატანა ყველაზე ცუდი ბიზნეს იდეა იქნებოდა. მაგრამ რაც გუშინ სიგიჟე იქნებოდა, დღეს რეალობაა. ხალხი რუსეთში ბიჭო ბენზინის რიგებში დგას. ხო და აბა თქვენ იცით, ქოცებო, რასაც ჭურჭელში ვერ ჩაატევთ, რავი, პეშვებით წაილეთ. გავზარდოთ საქართველოს ეკონომიკა კიდე 7%-ით. მართალია ხალხს აქედან აფერი, მაგრამ ოფიციალურ სტატისტიკაში ხო აისახება. ანდა უფრო მაგარ რჩევას მოგცემთ. საქართველოსთან ხო გატყავთ მანქანები ყირგიზეთებში და ვითომ ყირგიზეთებში და იქიდან რუსეთში. ამ მანქანების ავზები გაავსეთ საწვავით და საბარგულში კიდე სავსე კანისტრები ჩააწყვეთ. რავი, 10,000 მანქანა გაიყიდა 15. ეხლა არის შესაძლებლობების ფანჯარა უსინდისო ადამიანებისთვის. გაიგე? პრინციპში შესაძლებლობების ფანჯარა უსინდისოებისთვის სულ არის, მაგრამ ახლა ორპირია. რა შეეხება ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ წესიერი ადამიანებისთვის? ჩვენ ისევ ვიწვალოთ, ვიბრძოლოთ, ჯანმრთელობა და ნერვები შევწიროთ ამ ქვეყანას.
რავი, ამდენი წელი ვიწვალეთ, გავჭაღარავდით, დავბერდით. ახლა რაღაც დრო ჩვენი გაპ***მა. თავისუფლება სინდისის პატივებს ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე. სულ ეს არა დღეისთვის ვიდეო და მეთქვა. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.